ხოლო ეს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით? ზოგადი ენერგიები, სასიყვარულო ურთიერთობა, ფინანსები, რჩევა თქვენთვის. დღეს ერთი ვარიანტიანი იქნება, ვარიანტების არჩევა არ მოგიწევთ. დავიწყოთ კვირის ზოგადი ენერგიები, რა ენერგიებში იქნებით თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ზოგადად ფინანსური საქმიანი კუთხით რა გელოდებათ, ნახოთ. საქმიანი ამბები, სასიყვარულო ურთიერთობებში რა გელოდებათ, სასიყვარულო ურთიერთობების ასეთ რომანტიულ დასტას გამოვიყენებ. ჯანმრთელობასაც გავაკეთოთ, მოდი ვიცი რომ გაინტერესებთ ხოლმე ჯანმრთელობის საკითხები და გავაკეთოთ ჯანმრთელობასაც. ნახოთ თქვენი ჯანმრთელობა და ზოგადი რჩევაც. დავიწყოთ ზოგადი ენერგიებით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კვირა ენერგეტიკულად დატვირთული იქნება ცვლილებების კუთხით. შეიძლება უბრალო ჩვეულებრივი მორიგი რუტინული კვირისგან განსხვავებულიც კი იყოს თქვენი კვირა. აქ უფრო რაღაც ძლიერი ენერგიები შემოდის. ახლო პერიოდში თქვენ ცხოვრებაში რაღაც მკვეთრი გარდამტეხი ცვლილებები იქნება. შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც ამ ცვლილებებთან შეგუება და ცოტა ემოციები წამოვიდეს მეტი და ემოციური ფონი გაგიმწვავდეთ. თუმცა აშკარა რომ ძველი სიტუაციები დაიშალოს, დაინგრეს და ახალი უნდა აღმოცენდეს. აი საკითხავია საიწავა ახლა ეს ძველი რომ დაიშლება კარგისკენ თუ უარესისკენ. თქვენ აშკარაა რომ განიცდით ამ სიტუაციას და იცით ზოგჯერ ხდება ისე რაღაცა ძველი რომ გადის ჩვენგან, გული გვწყდება, გონია რომ ის უკეთესია, მაგრამ იქნებ მომავალი უფრო პირიქით ბედნიერი გელოდება და ის არც ისე უკეთესი არ იყო და ზედმეტად ამიტომ ჩაებღაუჭებით აი ასასვლელ სიტუაციას თუ რამე ცვლილება შემოვა მკვეთრი მიყევით დინებას, ჩადექით ნაკადში და აუწყეთ ფეხი. მე უფრო ამას გირჩევდით, არ გაუძალიანეთ, იმიტომ რომ კვირა აშკარად არ იქნება ჩვეულებრივი და დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს. აქ შეიძლება კარმული პერიოდი იყოს, შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ გივიწყოთ სამყარომ და დაგანახოთ, რომ ძველი რაღაცები შესაძლებელი გაქვთ. დააკვირდით საკმაოდ კვირას და ემოციები და შინაგანი სამყარო ბალანსში მოიყვანეთ ნებისმიერ მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს და საქმეს. ფინანსებში მოკლედ ესეთი ამბავი გაქვთ, რომ რაღაცა მიზანი შეიძლება გაგაჩნიათ, რაღაცა სურვილი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, თითქოს მიდიხართ კიდეც ამ მიზნისკენ, აი გახართ და ფიქრობთ, აი თითქოს როგორ ხარ, ყველაფერი გაქვთ, უნდა ადგეთ და დაგეგმოთ პირველი ნაბიჯი რა იქნება, მეორე ნაბიჯი რა იქნება, კვირა უფრო დაგეგმის სტრატეგიული აზროვნების მომენტები იქნება, აქ განსაკუთრებული მკვეთრი ცვლილებები ფინანსური კუთხით არ ჩანს, უფრო სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრი ჩანს, თითქოს რაღაცა რესურსები, რაღაც შესაძლებლობები გაქვთ ხელთ და გიპყრიათ და შეიძლება გაცემაც არ გინდათ, შეიძლება ცვლილებაც არ გინდათ და აი რა მაქსიმალიზებთ რომ რაღაც შეინარჩუნოთ. ან რაღაცა შეცვლა გინდათ, მაგრამ აქ და ახლა კი არა სამომავლო სტრატეგიებზე ფიქრობთ, რომ მომავალში შევცვლი, ჯერ ადრეა შეცვლა და აი ესეთი ამბებში ხართ. აქ შეიძლება ვიღაცამ ანაზღაურებაც აიღოს, ვიღაცამ ხელფასიც მიიღოს, გაცემა მიიღება, გაცემის ბალანსები შეიძლება გქონდეს. უფრო მგონია რომ ფინანსურად სტაბილური პერიოდი გექნებათ, შედარებით უკეთესი იქნება მაინც კვირა თქვენთვის. რაც შეეხება პირადს. პირადში ერთობ საინტერესოდ არის საქმე, მინდა გითხრათ. ერთის მხრივ საკმაოდ თავდაჯერებულები ხართ ერთის მხრივ და მტკიცედ გახართ თქვენს პოზიციებზე. მეორეს მხრივ, აქ აშკარად აი როგორც წეგან გითხარით კვირის დასაწყისში რაღაც ტრანსფორმაციული ენერგიები მოდის, თქო, უფრო პირადისკენ გადის ხოლმე ოჯახური სიტუაცია, პირადი ურთიერთობებია, იქნება წამოწეული მომდევნო პერიოდში. პრინციპში არც უნდა გაგუკვირდეს, რომ კვირა ესეთია, დაბნელებების პერიოდიც ემთხვევა ახლა და ბუნებრივია, რომ ეს ორი კვირა ცოტა რყევები იქნება და გაუძელით, გამაგრდით და რყევების დროს ეხლა რაც იქნება. იცოდეთ რომ ეს სიტუაცია ესე იგი შესაძლებელია თუ რამე პრობლემა წამოვიდა, იმაზე გაქვთ სამუშაო, ამიტომ არ გაძალიანდეთ. პირადში გავაგზელებ ეხლა გადავუხვიე სიტყვას, რაღაცა ძველი სიტუაცია შეიძლება გაცოცხლდეს, ან ისეთი ამბავი გაიგოთ, ან ისეთი გაცნობიერება მოხდეს, ან ისეთი ცვლილება, რომ აი 180 გრადუსით შემოტრიალდეს სიტუაცია. ამ სიტუაციის შემოტრიალებაზე თქვენ
საკმაოდ ისე რეაგირებთ, ჩუმად ხართ, თქვენთვის ხართ, მარტო იქნებით, ჩაკეტილები იქნებით, სიცივეში ხარ, ემოციური გახსნობები არ არის აქ. რაღაცეებზე თუ პარტნიორ ურთიერთობაში ხართ, აუცილებლად განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ და პარტნიორის, მნიშვნელოვანი რადიკალური ცვლილებები მოხდება და მოგიწევთ ბევრ რამეზე დაფიქრება, ბევრ დეტალზე ჩაღრმავება, როგორც საკუთარ თავში, ისე პარტნიორთან მიმართებაში. კვირა არ არის რომანტიკული პერიოდებისთვის, ნამდვილად არ არის, აქ ცოტა უფრო დაფიქრების სიღრმისეული ენერგია. არც ძალიან კონფლიქტური არ არის, რო გითხრათ, რომ კონფლიქტები იქნება. არა, უფრო ორივე მხარიშლებაში თქვენთვის იყოთ, რაღაცეებზე იფიქროთ, რაღაცეები გადაანალიზოთ, სხვანაირად გადახარშოთ, კიდევ ბევრი ესეთი ამბავი იქნება. ფაქტობრივად გაფართოება მოხდება. შეიძლება ისეთი ამბები გამოჩხრიკოთ და გამოჩნდეს ამ პერიოდში, რაც არ იცოდით, რომ არსებობდა და თურმე არსებობს. პირად ურთიერთობებში დაფარულობები ყველაფერი რაც ზედაპირზე აქამდე არ ჩანდა ამოიყრება ამოვა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობით ერთი ვარიანტია, რასაც ვხედავ, რომ შეიძლება გამოკვლევები, ანალიზები, მსგავსი საკითხები დაკავდეთ ამ ერთი კვირის პერიოდში. აი რაღაცა შეგაწუხოთ და ძალიან სერიოზულიც არ იყოს, მაგრამ რაღაცეებს ეგძებდეთ, იკვლევდეთ, ან კითხვებს ვსვავდეთ, ან ექიმთან კონსულტაციას გადიოდეთ, გქონდეთ ეს კითხვა-პასუხის ფორმატი. ერთის მხრივ არის ეს მომენტი ჯანმრთელობის კუთხით. კვირა მეტნაკლებად ჯანმრთელობით ვიტყოდი, რომ არ არის ცუდი, სტაბილური პერიოდია. შეიძლება ცოტა გონებრივი გადაღლის ამბები იყოს, მენტალური გადაღლა გქონდეთ და თავის ტკივილები შეიძლება გქონდეთ. ბევრი ფიქრისგან პირველ რიგში და მე ისედაც შეიძლება გაწუხებთ რა და აქტიურად ამუშავებთ თავს, გიწევთ ბევრ რაღაცაზე ერთდროულად შეიძლება ფიქრი და ამიტომ თავის ტკივილები არ მომწონს აქ ერთი და შეიძლება სადღაც წელისარე ეს მუცლის ნაწილიც იყოს ცოტა პრობლემური თქვენთან და კიდევ გულმკერდისარეც არ მომწონს, ცოტა დაზიანებული შეიძლება იყოს. გააქტიურდეს განსაკუთრებით ემოციურ ფონზე შეიძლება დაგეწყოთ ან გულის აჩქარება, გულის ფრიალი, შეიძლება უბრალოდ გულიც გაწუხებთ, ან უბრალოდ ფსიქოლოგიური იყოს. რაც შეეხება რჩევას ამ ერთი კვირის განმავლობაში, თქვენი სიმშვიდისთვის რა ჯობია? პირველ რიგში და ზოგადად განვითარებისთვის უმჯობესია თუ რაღაცა წარსული სიტუაციები შეიძლება დაუბრუნდეთ აქ, იქ სადაც რაღაცები იყო დასალაგებელი და ბოლომდე არ იყო ყველაფერი გარკვეული, ეცადეთ რომ გამოარკვიოთ ამ კვირაში, აშკარად მოითხოვს რაღაც ძველი სიტუაციების ამოყრას ეს კვირა, რომ გახვიდეთ და გათავისუფლდეთ იქ რაღაცეები, რა წარსულში შეიძლება წარსული მიჯაჭვულობები იყო, წარსულში დაუსრულებელი ემოციები, წარსულის დაუსრულებელი ტკივილები შეიძლება გქონდათ და რჩევა არის რომ გათავისუფლდეთ წარსულისგან, გაუშვით ეს წარსული, რაციონალურად გაანალიზეთ რა გჭირდათ იქ და ჩახსენით ეს ბლოკი. დაიცავთ მიღება-გაცემის ბალანსი, არ გასცეთ ზედმეტად ბევრი, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით ჯობია რომ თავი შეიკავოთ გაცემის კუთხით და საერთო ჯამში ამ კვირაში უფრო ჯობია რომ სიმშვიდეში, სიმყუდროვეში, მაქსიმალურად საკუთარ თავის კომფორტზე იზრუნოთ და თქვენ პირადი სივრცე საზღვრები დაიცვათ და რაღაც სასიამოვნო თბილ ენერგიებში იყოთ. თუ კი რამე არ გესმით, დასვით კითხვები, მოიძიეთ ინფორმაციები, პარტნიორი იქნება ეს თუ საქმიანი თემები, მაქსიმალურად ეცადეთ რომ ბევრი ჯანს ყველა დეტალში ჩაწვდეთ რა. ოღონდ ისე არ გამოგივიდეთ რომ ძალიან ზედმეტად ტვინის ბულღა და კირკიტი, მაგრამ ბევრ დეტალი კარგად გათვალეთ და კარგად დააკვირდით სიტუაციებს, სადაც წარსულში განსაკუთრებით, სადაც კითხვის ნიშნები იყო დასმული. შეიძლება საკუთარ თავთან გაქვთ რაღაც პასუხებზე, კითხვებზე პასუხების გასაცემი. შეიძლება ადამიანი მოვიდეს და მას დაუსვათ ეს კითხვები, არ არის გამორიცხული. ბედნიერ წარმატებულ, სიყვარულით, სიხარულით სავსე კვირას გისურვებთ. დაბნელებების დერეფანზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს.